მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვაპირებ ვიდეოში აგიხსნათ მექანიკურად რა ზიანს აყენებს ძრავს არასწორად შერჩეული ოქტანობა საწვავის. ამ მაგალითს გაჩვენებთ 4.7 ბიტურბოს პორშინებზე და შატუნებზე. მოკლედ, სიტუაცია არის შემდეგი. ამ მანქანას აქვს გავლილი დაახლოებით 100,000 კილომეტრი. აი ალბათ ხედავთ, როგორი დაზიანება აქვს, ვიდეოში უნდა ჩანდეს, წესით და რეგით ეს არის ერთ-ერთი პორშინი, რომელსაც დაზიანება აქვს და ამას რა იწვევს. ეს არის მექანიკური დაზიანება, რომელიც გამოიწვია არასწორად ჩასხმულმა საწვავმა. ანუ, როდესაც მეპატრონე მოვიდა ჩვენთან, მანქანას ჰქონდა პრობლემა იყო შემდეგი, წვავდა ზეთს, ძალიან ბევრს. პირველი კითხვა, რაც დაუსვი, იყო ის, რა საწვავს ასხამს. პასუხი იყო შემდეგი, რომ ევრორეგულარს. ამ მდგომარეობაში არის თითქმის არა 8 პორშინი ამ მდგომარეობაშია დაზიანებით. აქაც იგივე დაზიანებაა, აქაც იგივეა, აქ გვაქვს დაზიანება. აქეთ მხარეს გვაქვს დაზიანება, მეორე მხარეს. ცილინდრები ხო საერთოდ სასწავლო მდგომარეობაში, აქაც იგივე ხდება. ერთნაირად არის დაზიანებული პორშინი. კიდევ აი ამ პორშინზეც არის დაზიანება, აქეთ მხარესაც აქვს დაზიანება. მოკლედ 8-ვე ცილინდრში იყო პრობლემა. აი აქაც დაწყებული აქვს, აქაც დაწყებული აქვს. ეს მერვე პორშინი. ცილინდრი არ ვიცი მე რამდენია, მაგრამ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იგივე დაზიანება აქვს. ამის დაზიანების მიზეზი არის შემდეგი. დაბალი ოქტანობის საწვავი, რომელიც იწვევს ძრავში დეტონაციას და დეტონაციის ხარჯზე, რასაც თქვენ ეძახით დეტონაციას, დეტონაცია არ არის ის. თქვენ ეძახით დეტონაციას, როცა ძრავი მუშაობს არასწორად, ჩავარდნები აქვს, ეს არ არის დეტონაცია. დეტონაცია არის რეალურად, როდესაც საწვავის დაბალი ოქტანის გამო შეკუმშული აი ჰაერი, რომელიც აი პორშინი მივიდა ბოლომდე და სანამ მივა ჰაერის შეკუმშვის დროს დაბალი ოქტანობის გამო ხდება საწვავის აალება. სანამ აალების სანთლიდან დენი წამოვა, ეგრეთ წოდებული ისკრა, მანამდე ხდება საწვავის აალება და არასწორ პოზიციაშია მაგ დროს პორშინი, არასწორ პოზიციაშია მაგ დროს შატუნი და ხდება დეტონაცია იმაზე ადრე, ვიდრე უნდა მოხდეს და იწვევს, ასე ვთქვათ, აი პორშინის იუბკის ამ იუბკას ეძახიან ამას, იუბკის დარტყმას ცილინდრის კედელზე. აქედან ცილინდრის კედელსა და პორშინს შორის არსებული ზეთი გამოიდევნება მაღალი დარტყმის გამო, გამოიდევნება შიგნიდან, ანუ რაც ამ ნაწილს ზეთავს. ეს თხელი ფენა ზეთის გამოიდევნება გარეთ და ხდება მექანიკურად მეტალზე ხახუნი და ხდება დახაზვა. რის შემდეგადაც აქ არსებული კოლიცოები, რომლებიც არსებობს, პირველი კოლიცო პასუხისმგებელია კომპრესიაზე, მეორე კოლიცო პასუხისმგებელია ცილინდრის გაწმენდაზე და მესამე ქვედა კოლიცო პასუხისმგებელია აი ნახვრეტებიც აქვს აქ. ზეთის კოლიცოს ეძახიან, პასუხისმგებელია აი ამ ადგილების შეზეთვაზე. მეტალზე ხდება, შეზეთვა აღარ ხდება, მექანიკურად ხდება დაზიანება. ის ზეთი, რომელიც კოლიცოებმა უნდა ჩამოწმინდოს ქვემოთ, რჩება წვის კამერაში და საწვავთან ერთად იწვის ის ზეთი. ეხლა უშუალოდ გაჩვენებთ რა ხდება შატუნებში. შატუნების შემოწმება ძალიან მარტივად და პრიმიტიულად შეიძლება სწორი ზედაპირის პირობებში რა. ანუ თქვათ გვაქვს ყველა გაღუნული შატუნი და არ გვაქვს კარგი შატუნი და როგორ შევამოწმოთ შატუნები რა მდგომარეობაშია. პირველ რიგში რასაც ხედავთ, აქ ნახეთ სივრცე არ არის დარჩენილი, მაღლა რამხელა სივრცეა დარჩენილი. ეხლა ეს არის გაღუნული შატუნების მაგალითს გაჩვენებთ, ეს რო შემოვატრიალოთ და მივადოთ, მაღლა სივრცე აღარ დარჩა და დაბლა დაიტოვა სივრცე. სწორი ზედაპირი გვჭირდება, რომ შევამოწმოთ რა მდგომარეობაშია შატუნები. გაჩვენებთ ახლა სწორ ზედაპირზე. მოკლედ ეს ერთი შატუნი ასე თუ ისე ნორმალურია, შეიძლება ხმა არ ისმოდეს, მაგრამ ოდნავ კაკუნობს. ანუ სწორ ზედაპირზე რო დადებთ, არსაით არ უნდა მოძრაობდეს შატუნი. ოდნავ აქვს სვლა. ასე იჭედება მთლიანად. ანუ ამას ოდნავ აქვს დაწყებული, გაღუნვა დაწყებული. ნახოთ ეს უკვე. ამ მდგომარეობაში ნორმალურია. ნახეთ. რამხელაზეა გაღუნული. ანუ ცენტრიდან გაღუნვა დაწყებული აქვს დაახლოებით ჯამში ალბათ 2.5-2 მმ-ით არის თავი წამოწეული ზემოთ რა. ნახეთ. მაგრამ ესე ვიზუალურად რო შეხედავ, არაფერი არ ჭირს. ნახოთ შემდეგი ერთი მხრიდან არაფერს გვეუბნება, მეორე მხრიდან იგივე სიტუაცია. ესეც ანალოგიურად გაღუნულია. ანუ ეს ერთი ვნახეთ, რომელიც შედარებით უკეთესია. ესეც გაღუნულია, მაგრამ ცოტათი. თუმცა თავის სათქმელს იტყვის ძრავში და დააზიანებს ძრავს.
ამის გაღუნა გამოიწვია, აი როგორც გაჩვენეთ, პორშინების ჩახაზვა, გამოიწვია დეტონაცია. ანუ შატუნების გაღუნა და პორშინების დააზიანა, ცილინდრების დააზიანა. ერთი სიტყვით, ეს შატუნიც არ ვარგა. ამ შატუნს მე აი ამ მდგომარეობიდან უყურებ და ძალიან დიდი დაშორება აქვს ზედაპირთან. ესაც გაღუნული. არც ეს არ ვარგა. ესეც იგივე. საერთოდ არაფრის ძალიან საშინელი მდგომარეობა. ესეც ცოტათი, მაგრამ ესეც გაღუნულია. ესეც გაღუნულია. 8 ცილინდრიდან 8-ვე შატუნი გაღუნულია, 8-ვე პორშინი დაზიანებულია. მოკლედ ამ ძრავის მიზეზი დაშლის იყო ის, რომ მანქანა ბოლავდა, ზეც ჭამდა, დავშალეთ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ ძვირი ჯდება რემონტი და დიდ თანხებზე გადის, მე პატრონებმა გადაწყვიტა, რომ ძრავი შეცვალოს.